პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ხვალ თბილისში მასშტაბური შეკრებაა დაგეგმილი. პარალელურად მიმდინარეობს აქციების სხვადასხვა რეგიონში. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ ხელოვანები. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები დღეს ახალციხეში ჩადიან. დასწინ მოქალაქეებს ახალციხის ტბასთან ელოდება, სადაც მანიფესტი გაიმართება. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ლიზი ვეკუა დეტალებით. გიორგი, რამდენიმე წუთის წინ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობებმა აიღეს გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ, ახალციხისკენ. ისინი დღეს არის მათი პროტესტის მე-6 ტალღა და ისინი ამჯერად ახალციხეში შეხვდებიან მოქალაქეებს და ჩაატარებენ მანიფესტს, ასევე ილაპარაკებენ იმ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ისინი ამ რეჟიმის პირობებში დგანან. ცხადია, ისაუბრებენ პოლიტპატიმრებზეც და ასევე მოისმენენ თავად იქ მცხოვრები ადამიანების პოზიციებსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. აქამდე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობებმა მანიფესტი ჩაატარეს 5 სხვადასხვა ქალაქში. ეს ქალაქები იყო ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი და ოზურგეთი. ამჯერად კი როგორც უკვე გითხრით, ისინი ახალციხეში ჩადიან. შევახსენებ მაყურებელს, რომ პროტესტის ამგვარ ფორმას ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც რუსულმა რეჟიმმა დაატყვევა მათი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძე, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და სწორედ ამის შემდეგ დატოვეს მათ სცენა და გადაინაცვლეს რეგიონებში. თეატრალები მსახიობები ამბობენ, რომ პროტესტის ამგვარი ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო კარგად გააგონებს რეჟიმს თავიანთ ხმას. ეს არის ძალიან კაი პლატფორმა დიალოგისთვის, სწორედ ამისთვის ჩავდივართ ყველგან და მე მაგალითად პირადად ძალიან ბევრი კუთხე აბსოლუტურად სხვანაირად დავინახე, გავიგე მათი პრობლემები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ველაპარაკებით ხალხს ყველანაირს ვის გააწუხებს და უფრო გასაგები ხდება და ჩემთვის კიდევ უფრო გასაგები გახდა, რომ არა მარტო ჩვენ მსახიობებმა უნდა ვიაროთ, არამედ ყველამ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაიძრას ეს დიალოგი და ამუშავდეს. ყოველთვის გამოვთქვათ ამ დიალოგისთვის მზაობას, არა აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენ აზრზე არიან, თუ იმ ადამიანებთან, ვინც საწინააღმდეგო აზრზე არიან, მით უმეტეს მაგ ადამიანებთან საუბარი ყოველთვის უფრო საინტერესო და პროდუქტიულია და მგონი, სადაც ვიყავით უკვე ყველგან გამოიღო რაღაც მხრივ შედეგი და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ჩვენს მანიფესტს. მივდივართ ახლა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში. პროტესტი უცვლელია, განთავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული სინდისის პატიმარი, მათ შორის ჩვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძე. თავისუფლება ასევე მზია ამაღლობელს და რაც შეეხება ხალხის მიმართ ჩვენს რეაქციებს არის ძალიან გასაოცარი, იმიტომ რომ მათ ჩვენ მოგცეს ისეთი ენერგია რეგიონებში, ჩვენ დავინახეთ მათი ძალა, რომ არსებობს იმედი. მსახიობების მანიფესტის გარდა მაყურებელს შევახსენებ, რომ ხვალ საპროტესტო აქცია არის დაანონსებული რუსთაველის გამზირზე, სადაც სიტყვით გამოვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ისაუბრებს იმ სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც ეს ადამიანები უნდა ებრძოდნენ რუსულ რეჟიმს. ხვალ ყველა იკრიბება რუსთაველზე, ყველა ის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის მომავლის შეცვლა სურს და ისინი ცხადია მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშნას და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასაც.